აეროპორტში გადაღება რო შეიძლება, იცი? ორი საათია. ახალგაზრდა ქალი. ახალგაზრდა ქალი ვარ, მაგრამ 10 საათზე კომისში ვარ ხოლმე ძირითადად. ეს პოლონეთში ვარშავაში გვაქვს გადაჭრომა თითქმის 3 საათიანი და მე ვიმყოფინოთ ლისაბონში. ძალიან ცუდად ვიმგზავრეთ. ცოტა ხანი გვეძინა ალბათ 1 საათი ჯამში და იმედია ეხლა მეორე ფრენაზე მაინც დავიძინებთ ცოტას, რომ პირველი დღე არ დავკარგოთ და ძალიან დაღლილები არ ვიყოთ. კაცო, ვიქტორია სიკრეტი. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის წიგნების თვალიერება აეროპორტში. ჩამოვიდი ძლევს. ეხლა ავიღებ ბარგს და მე რა გავყარეთ მანქანა და წავიდეთ სასტუმროსკენ. ვაშლი ხო არ გინდა? ჩამოვედით სასტუმროში, რჩებით კაშკაიში. და ეხა ისე გვშია, რომ გული მიგდის ხო და გადავწყვიტეთ, რომ სასტუმროს რესტორანში წავიდეთ. წავიხემსოთ ცოტა შუა დღის ჭამა და მერე საღამოს ეხა ეწევს ნიკა რესტორანს პორტუგალიურ ან ზღვის პროდუქტების. და საღამოს უკვე მან წავალთ. შუალედში ვაპირებთ, რომ სპაში შევიდეთ, იმიტომ რომ ამ სასტუმროს აქვს ძალიან მაგარი სპა. შიდა აუზი და გარე აუზიც აქვს, თუმცა ცოტა ცივა მაგისთვის დაახლოებით 20 გრადუსია მგონი. ხო და უკეთ სპაში წავალთ, ცოტა დავისვენებთ ამ ხელა გზავრობის მერე. შევჭამთ და უკეთ წაგიყვანთ ყველგან ჩემთან ერთად. ხო და ეხა სანამ ძალიან ავურია თუ ოთახი და გათვალიერებინებთ, პატარა რუმტური ჩავატაროთ. მოკლედ ესე შემოდიხარ, ცოტა ძველებური ოთახი არის. გამოვეწყე. აქ არის აბაზანა, თუმცა ხა დაკავებულია. აქეთ არის საძინებელი, ანუ მთლიანად ოთახი პრინციპში ესეთი ნომერი გვაქვს. ამ ხელა ჩემოდანი წამოვაცრიე. ესეთი დასასვენებელი სივრცე, დესკი, ტელევიზორი. ხედი არ გვაქვს. შეიძლება ითქვას, მაგრამ არა უშავს. აი ის ქალაქი რაც ჩანს, ეგ არის კაშკაი. და აქეთ არის ოკეანე. ისე. დიდი ოთახი არ არის, თუმცა ჩვენთვის სავსებით საკმარისია. ძალიან დავიღალე. წავედით ახლა საჭმელად. ის არის იტალიური ჭამა არის. და კლავ სენდვიჩი და ბურგერი და იქ რაღაცები არის და კლავ სენდვიჩი ძალიან მინდა, ან კლავ სენდვიჩი მინდა, ან პასტა მინდა. და მე დავშერებთ, რომ ბევრი არ ჭამოთ. მაგრამ ისედაც საღამოს ხოს პროდუქტებში წავედით, მე შეიძლება ვიქნებია. ჯობია ხო ჭამა. ეს კარგად. გამეწახა. აუზი ხო. სულ დამაღლებული როა.
Ja. მოღრუბლული როა. შვენიერია. რასვერტში. იქ ვიღაცა კი არის წამოწორილი. ბრუჩს იღებს. მოკლედ. ჭამეთ ცოტა ქვა სანდვიჩი ჭამეთ და გადაღება და მოვიწყდა, მაგრამ არაფერი გასაკუთრებული არ იყო და ეხლა ჩავდივართ სპაში. ცოტა ხანი დავისვენოთ. ძალიან მეძინება, თვალები მეკუჭება, მაგრამ ძალიან მინდა ხოდა ვნახოთ რა არის. და მე 8 საათზე მივდივართ უკვე საღამოს რესტორანში. ამასადა. ეს არის მარილიანი წყლის. აუ, სიმხო არ არის, აბა ნახე. სიმხო არა. აქ საუნა არის. ეს რა არის შაوەر. ფული. Ja. ამოვედით და რელაქსებულები და ეხლა ვიბანავებ და მოვემზადები საღამოსთვის და მე ცოტახანი დავისვენებთ თორე ძალიან დავიღალე თან აბაზანასაც განახებთ უკვე ძალიან აბურია მაგრამ მაინც ესე გამოიყურება აქ გვაქვს ჩასაწოლი აბაზანა აქ გვაქვს დუში ბიდე ისიც მე ეხლა შევიდეთ გადავიბოთ წყალი მე ჩავიტაროთ თამის მოვლის პროცედურები ცოტა მაკიაჟი მაგავიშროთ და ასე შემდეგ ძალიან მომწონს რა ნუსის პროდუქცია აქვთ ისედაც ამას ვიყენებ ხოლმე ხშირად და დამატენიანებელიც ძალიან მიყვარს შამპუნიც ესეთი ნიკა არის აბაზანაში ვიფიქრე რომ ამოვალაგებ ხა ცოტა დასწმელებს რომ ძალიან გიჟივით არ მქონდეს დაყრილი ყველაფერი ზოგადად ამ ძალიან მიყვარს ხოლმე შკაფის გამოყენება სასტუმროში იმიტომ რომ უფრო კარგად ხედავ რა წამოვიღე დასწმელი და უფრო მარტივად ვარჩევ ხოლმე რა ჩავიცვა თუმცა ამ სასტუმროში ვჩავით კვირის ჩატო ანუ კვირას დილას მივდივართ მოკლედ დღეს არის ოთხშაბათი საღამო უკვე ანუ ხუთშაბათი პარასკევი შაბათი ფაქტიურად 3 დღე ვართ სრულად და არ ვიცი რამდენად ღირს ახლა ყველაფრის ამოვაგება, მაგრამ მაინც ამოვიღებ რაღაცებს, იმიტომ რომ ზოგი კაბაც არის, რომელიც იკუჭება ჩემოდანში და მირჩენია რომ დავკიდო და როცა დამჭირდება ჩავიცვა. ძალიან ჭკვიანურად, ძალიან ცუდად ასწვანი მაქვს წამოღებული აშკარად. რამდენიმე რამე კიდია თითო საკითხი, იმიტომ რომ სამწუხაროდ არ მაქვს ბევრი, მაგრამ არა უშავს. ძალიან ცუდი შოქია ამ აბაზანაში და
იმედია ჩანს. ხა დავიწყოთ ძალიან უცებ მაკიაჟი. ვერ არის არ ვიყიდე, იმიტომ რომ ეს პირველი კვირა და საკუთრებული გეგმები არ გვაქვს. მაგრამ ის მინდა რომ ზოგადად ვიყურებოდე. ეხლა მივხვდი რომ beauty blender-ი დამჭირდა. ძალიან კარგია. მაგრამ უშავს ხელით გავიკეთოთ ძველი პურად. Насаят დღეს ვფიქრობ რომ ჩავიცმევ შავ სეჭას ხოლმე. ამიტომ насаят პრომეტად მკვეთრი მაკიაჟი მინდა თვალზე, ამიტომ ესენსის ანგარს გამოვიყენებ. ერიკონკრეტული არის და ძალიან უხეშად დავისმევ თვალზე. და შემდეგ ესეთი პატარა ფუნჯით გადავინაწილებ. ვნახოთ რა ფერის. ხო, ეს მაგ წამოღებული ეს პალიტრა და ამიტომ ამის ფერს გამოვიყენებ, ცოტა უფრო მეტად რომ გავამუქო და ცოტა თეთრს. ამის მე აქეთ რა ფუა. ფუნჯით ცოტა ვარდისფერი გადავინაწილოთ თრიან თვალზე. ხოქა გადავსახესე. ძალიან ცოტა კონსილერი. ცოტა კრემოვანი კონტურის თავისვაც. ამის ფუნჯიც იგივე არის, რასაც ვიყენებ ხოლმე იდეაში კონსილერისთვის. ხო და დღეს პუდრის ფუნჯს გამოვიყენებ. შვენიერია და ეხლა უკვე მაშიც და ჰაილაიტერი ესე გამოიყურება ჩვენი დღევანდელი მაკიაჟი. უნდა ხანი გავიდა 7 წუთი. 7 წუთში ძალიან ბევრი ინსტრუმენტის გარეშე, იმიტომ რომ რატომაც მეგონა ყოფილი ჩავაგე, თუმცა როგორც ჩანს დამავიწყდა. ახლა უსაცის და კონტურს ჩავდებ ხელჩანთაში რომ გავისწოროთ რაღაცა. და უკვე გავიგეთ მის მოწესრიგებაზე, იმიტომ რომ ხოლოდ შევიშრეოდნო და ეხლა შევწდები დაისვენით მისერ ფორმა. თმა გავიშრე ცოტა. რომელიც ჩანს თუ არა. ხო და ეხლა დავისვენეთ. ეთი 15 წუთი კი გაგვივიდა. მართალია ვერ დავიძინე. თუმცა ისე მირჩევნია მე მგონი რომ მე კარგად გამოვიძინე მერე. ეხლა უნდა ავარჩიო რას ჩავიცმევ. ჯერ წარმოდგენა არ მაქვს და 9-15 წუთზე გვაქვს ჭავშანი ზღვის პროდუქტების რესტორანი. კუშების ჩაცვა მქონდა გათვლილი, მაგრამ 20 წუთი უნდა ვიაროთ ფეხიც და ამიტომ ჯინსი და კეტები გადაწყდა. მაინც და მაინც ავწევ. ძილა საკმაოდ, იმიტომ რომ ქარი უბეროს მაინც ზღვის პირზე რა ხარ. რაც დავჯაშნე მამას დაბადების დღისთვის. ძალიან სწრაფი არის რაღაცა ქუჩაში, ხო? შოკვირა კი არის, მაგრამ მეზია კოფენილი მომწონს, როგორი ის არის. ზოლიანი. All items
Thank you. სულ როერებ მაშინ ვიწყებ ის გასა. ახლა დროხის მოყვანას და გაზდას. აშო. ბიჭო რა მოგვიწევს? Thank you. მედია ეს არის ხო მარტო? კი. კიდემ. Bon appetit. Thank you. This one, cataplan, okay? And ეხლა ჩვენოთ რა დარჩა? რა გადაურჩა ნიკას? ის ფოტო ჩასურა. იმენა რა ჩაიდინეო მაგ სიტყვით. ძალიან კაი იყო. თუ მოხდები თვინმე შეგიძლიათ მithot, ოღონდ ჩემცავით არ მოიცეთ. აქ დავწერ სახელს. თელმშტობისა. დავიდით საუზმეზე. მეჩვენე რა. რამაც მაშინ მინდო დაწასვლა და მარიამას გაჭედა. აი, ფიტ ჩეკი გადავიღოთ. მოკლედ, ესეთი არის დღევანდელი აუთფიტი. ეხლა წავედით. Morning. ეხლა ვეთვალიერებთ. სად არის კარგი საცხოვრებელი ადგილი პორტუგალიაში და თეორიულად უნდა ავარჩიოთ რომელი მოგწონს. ძალიან კაი ამინდია დღეს. შემოვედით აფთიაქში და ძალიან დიდი სხვაობა არის ფასებში თბილისთან შედარებით. მოხსებს სადაც წერია? მაგალითად კოდალის დუშკელი 7 ევრო ღირს. Everything from Portugal except or rosé. Except this one, it's a green. This it's okay. It's near Douro and near Trás dos Montes. იო, შოპინგი გაეწრო. ძალიან საინტერესო მაღაზიებია. ეს სარდინები. სასიამოვნოა. ეხლა ვიყიდე ფრეში სუპერმარკეტში ბეთუსთან დავწურე ღირდა $2. რა არის ეს ამხელა არის 330 მილილიტრი. ნეტა $3 აღირს. რა? $2, 2 ევრო. ისინი ერთი ღირდა. მარიამს რაც აქვს. ეს წყალები და 50 ცენტი და 2 ცენტი კი არა $2 ღირდა. ევიანი. ევიანი. ეხლა ვიპოვეთ პლაჟი, რომელსაც ქვია თამარიზი. და ავიდეთ. Oh Jesus, ოშები წაიღო. ბანაობა?
ესეთი იყო 1960 წელს. პორტუგალია ცნობილი ყოფილა ძალიან კარგი ტალღებით სერფინგისთვის და ეხლა აქ არიან რაღაცები სერფერობენ. და არის ერთი ადგილი, რომელშიც არის ხოლმე ყველაზე დიდი ტალღები, მე მგონი თუარბსები ევროპის მასშტაბით სერფინგისთვის რაღაც უზარმაზარი ტალღებია ხოლმე. სახელს დავწერა და ფოტოებს დავუთავ თუ ვიყავე და ხვალ გვინდა რომ წავიდეთ მაგის სანახავადაც. გარანტია არ არის რომ დიდი ტალღები იქნება, თუმცა საინტერესოა მაინც და ნახოთ. ეს არის კაშკაისი, გუშსაღამოსაც ვიყავით. აი ეს არის ჩვენი სასტუმრო. საინტერესოა. სანდაგაია. საკმაოდ იაფია ყველაფერი. ამოვალაგოთ ახლა. გავიყიდეთ. გადაიღე მარკეტში. სუპერმარკეტში. ცოტა გადავიღე რაღაცა, ნუ. ისე კარგად ვერა. შოკოლადი უშაქრო ერთი. ეგრეთია. ეს არის ხილიც რა, მე ერთი იყო სუშავი და ერთი იყო ეს და ორივე წამოგიღებდა, ნახე გასინჯა იქნა მოგეწონოს. ეშინიაკ. მე beauty blender-ი ვიყიდე, იმიტომ რომ დამხა. ნუტელა. დელისი. შოკოლადი კიდევ ერთი. ოღონდ რა შოკოლადი იყო? ეს მარიამმა იყო. მე კიდე რაღაცას ორცხობილა. აი მე შოკოლადი. ჩვეულებრივია რა. ეს არის შენი თმების ხოვლითმის კრემი. და დამატენიანებელი, რომელიც ღირდა $2 წარმოიქმნა. რის დამატენიანებელი? ტანის. და ამერიკაში ყიდულობდი ხოლმე ამას, არა რაღაც $10-მდე ღირდა. €2. €2 ხო რა, $1 евро ერთ იგივე. სვენი ვიყიდე. და სუში. სუში რა ვიყიდე? ეს ღირდა $6.90. შედის 2 ნიგირი, 2 მაკი, 4 კალიფორნია. და ეს მეორე ღირდა 8 და რაღაცა, 8.25. ახლა ვისვენებ ცოტას. ვიდეოს ვაედიტებ თან, რომ ამ კვირის ბოლოს დავდო და ძალიან გთხოვთ, რომ აუცილებლად დაასაბსკრაიბეთ ჩემი არხი და არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს დალაიქება და დაკომენტარება. ძალიან დიდი მადლობა, ვინც მიყურებთ, იმედია მოგწონთ. ძალიან მიხარია ხოლმე ზოგადად მოგზაურობის ვიდეოების გადაღება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენც მოგეწონებათ ეს ვიდეო. დავიყალე უკვე ალბათ 10 კილომეტრი ვიარეთ. საღამოს ისევ ისტორიულ ცენტრში მივდივართ, სადაც გუშინ ვიყავით რესტორანში. ამჯერად სხვა რესტორანი გვაქვს დაჯავშნილი და დღეს შედარებით უფრო მეტად მინდა რომ გამოვიბრანჭო. ნახოთ, ერთი კაბა მაქვს, რომელიც გამოვიწერე შეინიდან თორსტები, რომელიღაც ვიდეოში განახეთ კიდეც ჯერ არ მწმიარსად. არის ყავისფერი ატლასის და ვფიქრობ, რომ მაგას ჩავიცმევ საღამოსთვის. ფოტოები მინდა რომ გადავიღო. გუსლებზე ალბათ დღესაც ვერ ჩავიცმევ, იმიტომ რომ ისევ ფეხით წავალთავრაუდოთ. მაგრამ ფოტოებს მაინც გადავიღებ ჩვენი სასტუმროს ეზოში, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ეზო აქვს და Instagram-ზე დასადებად მექნება ფოტოები. ამ გახსენებაზე შეგიძლიათ Instagram-ზეც გამომიწეროთ, აქ დავურთავ ჩემი გვერდის, ესე ვთქვათ, სახელს, როგორ მომძებნოთ. და რაღაცებს უფრო ხშირად ვაზიარებ ხოლმე, განსაკუთრებით მოგზაურობად ბევრი მოგზაურობის ჰაილაითებიც მაქვს გაკეთებული ჩემს გვერდზე, მაშინდელი, როცა ჯერ კიდევ არ ვიღებდი ხოლმე ვიდეოებს, მაგრამ ზოგადად ამ ვიდეოების გადაღება ძალიან მომწონს, ძალიან სახალისოა.
თვითონ პროცესშიც და ამის გარდა მერეც საყურებლად, იმიტომ რომ ძალიან მარტივად მოვიწყდება ყველაფერი სამწუხაროდ. განსაკუთრებით ისეთი მოგზაურობები, სადაც ბევრად ფულას მივდივართ ხოლმე და ბევრ სხვადასხვა პატარა ქალაქს ვნახულობთ, ყოველთვის მოვიწყდება და ამ ვიდეოებით მოკლედ შევინახავ ჩემი თავისთვისაც ამ მოგონებებს, ამის გარდა თუ რაღაც მომეწონება და არ მომეწონება გაგიზიარებთ, იქნებ თქვენს გამოგადგეთ და მოკლედ იმედია ისიამოვნებთ ამ ვიდეოთი. წავედით დინერზე. ეს არის სტარტაპები. Thank you so much. Okay, we good. Wow. Wow. Perfect. Thank you so much. იმედია მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, აქ დავასრულებ გადაღებას. დღეს მივდივართ სინტრაში და ნაზარეში, რამდენიმე ძალიან საინტერესო ადგილსაც გვინდა რომ გავიაროთ. ამიტომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ და კომენტარეთ ეს ვიდეო, რომ არ გამოგჩეთ შემდეგი ნაწილი ჩვენი მოგზაურობის. დიდი მადლობა რომ მეყურეთ და დროებით.